აღიარებენ თუ არა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების უფლებამოსილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. Რატომ გასაჩივრდა ოცნების დელეგაციის უფლებამოსილებას საკითხზე მართველი გუნდისა და ოპოზიციის განცხადებები შოთიკო სადაღაშვილმა მოისმინა, ის ახლა ღია ეთერში შემოგვიერთდება. ირმა აღიარებენ თუ არა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების უფლებამოსილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ეს ხვალ გახდება ცნობილი, სწორედ მას შემდეგ რაც სტრასბურგში ზამთრის სესია გაიხსნება. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც რამოდენიმე კვირის წინ შესაბამისი წერილი ოპოზიციის მხრიდან გაიგზავნა. სწორედ ეს და კიდევ არაერთი ფაქტორი ხელისუფლების წარმომადგენლებს აფიქრებინებს, რომ ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიმართულია იქით, რომ საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო დონეზე ძირი გამოუთხარონ და ყველაფერი გააკეთონ, რათა საკუთარი მავნებლური ქმედებით საქართველოს ინტერესები დააზიანონ. დავით რაზმაძე მიმდინარე პროცესებში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ხელისუფლების როლსაც ხედავს და აკრიტიკებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი თვლიან, რომ დღეს ქვეყანას არალეგიტიმური ხელისუფლება მართავს და საერთაშორისო ზეწოლა უნდა იყოს ერთადერთი და მათ შორის ერთ-ერთი, რაც ახალი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიმავალ გზაზე ქართულ ოცნებას უკან დაახევინებს. დღეს ვხედავთ, რომ ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ გასაბჭოება, კიდევ ერთხელ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლა არ დაუშვას და ის ინსტრუმენტები, რომელიც გამოიყენება სამართალიდან გამომდინარე, პროცედურებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა უნდა სრულად გამოიყენოს. სახელმწიფოს თვალსაზრისით ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ განვითარების გზაზე მყოფიერი, რომელსაც ჭირდება ძლიერი პარტნიორები იმისთვის, რომ კარგად და სწორად განვითარდეს, ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის, რომ ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დასავლურ ქვეყნებთან გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მეტად ვითანამშრომლოთ და მეტად გქონდეს კომუნიკაცია. ძალიან რთული არის იმის წარმოქმნა, რომ სახელმწიფო დელეგაციას არიღებს ესეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოები. ერის კლანი ისე მუშაობს, რომელმაც დაიწყო ეს კლანი არის ამერიკის შეერთებული შტატები და ყოფილი ხელისუფლება, ასე ვიტყოდით, ბაიდენის, რომელიც ფაქტიურად თვითონ ვერ მართავდა ქვეყანას და მართავდა ის კლანი, რომელიც ეგრე იწოდება ომის კლანი არის, სრული აბსოლუტნით ძალიან ბევრგან გააჩაღეს ომი და ზუსტად მათი მოყვანილი საბჭოს წევრები, დელეგატები და ასე შემდეგ ევროსაბჭოსი არიან იქ და ეს საკითხი კიდევ მუშაობს. როგორც ანალოგიურად დღეს ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში არის ისევ და ისევ იმ პოლიტიკის გამტარებელი, რომელსაც ატარებდა. მე ვფიქრობ, რომ მათი პოლიტიკა დამთავრდა. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს. ისინი არის ყველა ოპოზიცია უბრალოდ თავიდან ბოლომდე გაიშიფრა, რომ ის არ არის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები. ისინი არიან ქვიად, ქართული სახელები აქვს, გვარები აქვს, მაგრამ ისინი არიან აგენტები. აბსოლუტურად 4-ვე ოპოზიციური პარტია არის აგენტები, რომელიც ფინანსდება უცხოური წყაროებიდან და აქამდე იყო ხოლმე ეს რუსეთი. აღარ არის რუსეთს თავისთავი აქვს მისახედი, არანაირი შეხება დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან არ აქვს. ეს უბრალოდ ის გავლენის წყაროები უნდათ აიღონ ხელში იმ გუნდმა, რომელიც აჩაღებს ამ ომსაც და ებრძვის საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას სრული აბსოლუტურ მნიშვნელობას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე შესაძლო უფლებამოსილების შეჩერება არ არის ერთადერთი, რაც ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ თითქმის მიიღო, ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებას ეხება. გადაწყვეტილებას ოპოზიცია დადებითად აფასებს და ამბობენ, რომ ქართული ოცნება დღეს საერთაშორისო იზოლაციაში არის მოქცეული, რაც შანსებს ზრდის მათი დამარცხების. რაც შეეხება მართველ გუნდს, ისინი ევროსაბჭოს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ევროპა დღეს არის მკვდარი, მათ ვიზებს კი არანაირი ძალა აღარ აქვს.
რუსულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ მის მიერ გატარებული პოლიტიკით ის აღმოჩნდა სრულ იზოლაციაში, მას არც ერთი დასავლური ქვეყანა არ უჭერს მხარს და სწორედ ამას მოჰყვა ეს სანქციები. სანქციები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაშინ როდესაც დე-ფაქტო რეჟიმი სულ უფრო ცდილობს რუსეთთან დაახლოებას, რუსული პოლიტიკის გატარებას ჩვენს ქვეყანაში და როგორც უკვე აღვნიშნე, ქვეყანას აქცევს იზოლაციაში და ცდილობს რომ შეწყვიტოს მეგობრული კავშირები და მეგობრული ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები წლების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ იმსახურებს რა თქმა უნდა ამ სანქციებს და ველოდებით, რომ სანქციები იქნება კიდევ უფრო მკაცრი. ესეთი თავხედობა თვით რუსეთის ხელისუფლებასაც, პუტინის ხელისუფლებასაც არ ჩაუდენია. ფაქტიურად სამყარო უკვე ყირაზეა დამდგარი, ამას რასაც აკეთებს ახლა ბრიუსელის ხელისუფლება თავიდან ბოლომდე არის ისევ და ისევ იმ გავლენიანი კლანების ქვეშ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გამოჩნდება საქართველოს ხელისუფლების ლიდერებისთვის ეს არაფერს არ წარმოადგენს. მე ვიტყვი ხმამაღლა ვიტყვი, ვინც გინდა შემედაოს და დაუმტკიცე. ევროპა მკვდარია ევროპა და გასასვენებელი არის. და ჩვენ თავს თვითონ უნდა მივხედოთ და აბსოლუტურად არაფერში არ წაგვადგება, ერთადერთი შეიძლება ტურისტულ მოგზაურობაში გამოგვადგეს მკვდარი ევროპის ვიზები. სხვა არაფერი. დაუბრუნდები საპარლამენტო დელეგაციის წევრების უფლებამოსილების შესაძლო შეჩერების საკითხს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გადაწყვეტილებების მიღებამდე საკუთარ პოზიციებსა და არგუმენტებზე დისკუსიებს მართავენ სტრასბურგში მყოფი მმართველი გუნდის წევრები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების უფლებამოსილების საკითხზე სტრასბურგში სწორედ ხმალი მსჯელები.